15-10 წუთიც არ იყო გასული, უცებ შემორბის კლიენტი, ძალიან აღელვებული, ციცოთ რომა აიყვანეს. მეთქი რა ქნეს, რომა აიყვანეს, მე მგონი მოკლეს, კიდევაც ცოცხალი არ არის, პირდაპირ არ დაუმალა ამ სამკალს. მინდა რომ იცოდე. აიყვანეს და წაიყვანეს. უკვე რომ ვრეკავდი ტელეფონზე, ზარი გადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. მე ყველას მისანათესაოს, ჩემს ახლობლებს დაურეკე. ტელეფონზე ვრეკავდით განუწყვეტლად. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. მე ყველა ჩემებიც მოვიდნენ მანქანებით და დავეძებდით ყველგან. ერთადერთი პირველი რაც მოგვაფიქრდა, სახალხო დამცველის აპარატში შემივედით, გამოყვა იქ ლადო იყო გალობლიშვილი. ხო და ეს ბიჭები, ჩემი ახლობლები, მანქანით დავეძებდით ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ყველა დაწესებულებას მივედექით და არავინ პასუხს არ გვცემდა. არავინ ხმას არ იღებდა. მის სამშოუს ადგილ ხელვაჩაურშიც გავედით. იქაც არავინ ხმას არ გვცემდა, არავინ არაფერი არ იცოდა. უცებ მან კაცი გააქრა, ჩაყლაპა და ბოლოს არც კი მახსოვს სამხედრო ბაზა ჭავჭავაზის ქუჩაზე რაღაც იქ შეიძლება ყავდეთო, რაღაც ესეთ გავიგეთ, რა ვიცი, ყველა დაწესებულებას მივადექით. იქ როდესაც მივედით, კიდე ვითხოვეთ და თხოვდით, რომ ხო არ იცოდნენ რამე ეცნობენ, ვინათ არა, კიდე არაფერი რო არ ქნეს, ხო, პატრული მოვიდა ამ დროს და მანქანას ბუხტა ჩაქვილი დავაჩოქე, მეთქი მითხარით კაცი აიყვანეს და საათ ყავთ, გამაგებინეთ, ვეხვეწებოდი და არავინ არ იძრეოდა. პატრულის თანამშრომელი მანქანითაც არ გადმოსულა, უკუსვლით გავიდა და ჩემმა ძმამ წამოაყენა, თავი შეიკავე, რა ხდება. ჯოჯოხეთი იყო ალბათ. ბოლოს არ ვიცი, მე მგონი ლადომ გალბლიშვილი და ჩემი ახლობელი, ოჯახის ახლობელი შევიდნენ ბოლოს თავდაცვის სამინისტროა თუ არ ვცდები გორგზე თუ სადღაც იქ და იქ უთხრეს, რომ არ დავლოდებული ვიყავით არაფერს, აიყვანეს რომა და წაიყვანეს თბილისში და დაგვირეკავდნენ და შეგვეხმიანებოდნენ, რომ წავსულიყავით სახლში. სახში მისული არ ვიყავით 10-15 წუთი მივედით სახში თუ არა ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა დაიგენმა დაიძახენ რომ რამინაციაში ყავდათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით უკვე ბნელდებოდა უკვე შეღამებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით რომ როგორ შემოგველია დრო ისიც კი ვერ გავიქით და საავადმყოფოსთან როდესაც წავედით მანქანები და მივედით მე მგონია რომ რამინაციაშია და რამინაციაშია თქვენი მეუღლე და მიაკითხეთ ქუჩიდან შემოგძახენ და არავითარი კარებზე მოსვლით და არ უთქვიათ ის რომ მივედით იქ უკვე ფორმიანიც და უფორმოც 100 კაცი დაგხვდა და გვითხრეს რომ ის პროზექტურაშია და გარდაცვალებულია უკვე და უკვე არ ვიცი რა და მე ვართ ალბათ ვკივოდი მთელი ხმით ვანგრევდი ყველაფერს ჩემი არავის არ ისმოდა ბოლოს უთხრეს რომ მოვეჩემებს რომ ხმა არა მოიღოთ არავის და მამიშვიდებდნენ რომ ხმა არა მომეღო და არ მეეყვირა და მე წივოდი ვანგრევდი ყველაფერს არაფერი არ მახსოვს უკვე და უთქვია ჩემთვის რომ გაეცილებინათ იქაურობას ჩემი თავი და მოეცილებინათ უკვე აზეთ რომ მოვედი მე უკვე სახში ვიყავი და რომას მოასვენეს უბედურება ამით კიდე არ დამთავრებულა მიცვალებობა გახრწნა დაიწყო რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული რომ სასწაულის სული ქონდა და არ ვიცი ყველაფერი იყო ჯოჯოხეთი გამოგვატარე
პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ არ გვეტირა ხმა რა მოგვეღო, მთელ ქუჩა იყო, იდგნენ ფორმიანები, ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გავყარებოდნენ, თუ უნდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ამას ვინ აკეთებდა ქალბატონო ციცინო, ვინ გაფრთხილებდა ხმა არ მოიღოთო? ხალხი პირდაპირ მოდიოდა და გვეუბნებოდნენ და ქუჩაში იდგა ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა რომ ვერ შემოვდივართ უკან გვაბრუნებდნენ. ბინის ყველა კუთხეში იდგა ფორმიანებიც და უფორმოდ გადაცმულები და ეუბნებოდნენ რომ დაეტოვებინათ იქაურობა. პირდაპირ. თქვენ მარტო აღმოჩნდით მიცვალებულთან თუ შემოუშვეს? ისე გამოდის რომ სანახლობელი ადამიანებიც და უკვე ყველაფერ უღონეს ხმარობდი, ტელევიზია მოვიდა მახსოვს 25 არხი და ტელევიზია რო შემოვიდა, რომ მოვიხედე, ხო, მიცვალებულთან არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი დაცვა. ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არ ენახა არავის. საშიში იყო და გაიქცნენ. კი. ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანეს სახლიდან. იმიტომ რომ გავსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო. პირველივე დღეს. მესამე დღეს უკვე დროს წამებს ვითვლიდით რომ მიცვალებული სასწრაფოდ გაგვეყვანა მისი სახლიდან. ხომ არ გნებავთ შევისვენოთ ქალბატონო ციცინო? შევისვენოთ 5 წუთი ტექნიკური შესვენება, გთხოვთ გამორთოთ ლაივი.